ბატონო მამუკა, აქ უბრალოდ საზოგადოებისთვის და წევრებისთვისაც და თქვენ შეგახსენებთ, რომ თქვენ როდესაც ერთხელ უკვე გამოცხადდით ამ შენობაში დროებითი კომისია იყო შექმნილი ფორმისთვის, ვითომ ოპოზიციის მოთხოვნით. იქ თქვენ თქვით, რომ 2008 წლის მარტიდან იყო უკვე ჩემთვის ცნობილი, რომ დაძაბულობა იყო. მაგრამ თუნდაც სულ რომ 6 აგვისტოს დარწმუნებულიყავით თქვენ საბოლოოდ, რომ მოქალაქეებს აქვთ სიცოცხლის საფრთხე და არა მანამდე შეიძლება რისკები ვერ აგეწონათ, სწორად რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. მერწმუნეთ, რომ თუნდაც თითო საათს, ნახევარდღეს და ერთ დღეს იმხელა მნიშვნელობა ქონდა სიცოცხლების გადასარჩენად, რომ ძალიან დასანანია ის, რომ თქვენ თავს არ მიეცით უფლება და უმაღლეს მთავარსარდალს გასაგებია, რომ თქვენ სამხრეებს ატარებთ, რომ თქვენი ქმედების წესები გაქვთ, მკაცრი იერარქიაა და მიუხედავად ამისა თქვენ არ მიმართეთ მას და არ უთხარით, რომ ასე თუ არ ეტყოდით ტელევიზორის წინ პოზირება კი არ არის მთავარი, ახლა ხალხი გვყავს გამოსაყვანიო, სხვა ფორმა შეგეძლოთ ალბათ სამხედრო წესით მოგეძებნათ და მისთვის გეთქვათ, მაგრამ ეს უკვე არის წარსული. ეხლა რომ გავაგრძელოთ. წამოხვედით თქვენ გორიდან, ნახეთ უმაღლეს, ვერ ნახეთ, უბრალოდ უმაღლეს მთავარსარდალის ასაუბროთ. და რა არის ის მომენტი, როდესაც თქვენ ინიშნებით ცხინვალის მიმართულებაზე პასუხისმგებლად? ესე იგი, სროლები იყო, შემდგომში არის უკვე სამხრივი განცხადება სააკაშვილის მხრიდან, რომ სროლები შეწყდეს, მოწოდება იყო და აი მაგის მერე პერიოდში არის უკვე ეს გადაწყვეტილება მიღებული. ერთი პერიოდი გამოაცხადეს თქვენ თუ გახსოვთ ქაბატონთია, რომ რაღაც დაზავება გაეკეთებინათ. ეს 7 აგვისტო არის უკვე საღამო. ეს არის დღის მეორე ნახევარი ბატონო საღამოსკენ. საღამოს რას ეძახით? 17 საათით, 16 18-19 პროიქით თუ როდის? იყო 17 საათი თუ არ ვცდები, რომ სამხრივი შეწყვეტა გამოაცხადა მაშინ, რომ იმათაც მოუწოდა, რომ სროლები შეწყდეს. ვინ გამოაცხადა სამხრივი შეწყვეტა? უმაღლეს მთავარსარდალს. სააკაშვილმა ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა სამხრივად 7-ში? ხო, მოუწოდა, რომ შეწყდეს სროლები. ვის მოუწოდა? სეპარატისტებს. და სამშვიდობოებს მოუხმო ყულახმეტოს იმას, რომ განუხდონ სიტუაცია. გვიანი არის უკვე, ძალიან გვიანია. რა სიტყვით იმის თაობაზე, რომ თქვენ ბრძანდებოდით 7-ში თათბირზე, სადაც იყო კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ზაზა გოგავა, სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელი და სხვა სამხედრო პირები, მეთაურები, სარდლები. და იქ წარმოდგენილი იყო გეგმა, სამხედრო გეგმა, რომელზეც თავდაცვის ძალები მრავალი თვის მანძილზე მუშაობდნენ. ეს ნებისმიერ თავდაცვის სისტემას გეგმები უნდა ქონდეს, თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ. ასეთი გეგმის თაობაზე მოხსენდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სამხედრო პირების მხრიდან, რომ თქვენ ამ თათბირს ესწრებოდით და იქ ითქვა, რომ ეს სამხედროების მიერ შემუშავებული სამხედრო თვალსაზრისით გამართული გეგმა ვერ იქნებოდა განხორციელებული და პირიქით სამხედრო ძალები უნდა დახმარებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საომარი მოქმედებების წარმოებაში და რომ თქვენ სწორედ ამ თათბირზე ჩაგაბარეს, ციტირებ, ცხინვალის მიმართულება. რა თათბირი იყო ეს და სად შედგა? ცრუჩვენებაზე გაფრთხილებული ბრძანდებით. უზნაძის ქუჩაზე იყო. უზნაძის ქუჩაზე იყო. თათბირი იყო და წინა იმას გავაკეთებ კიდე, რომ არ დამოვისდეს
კაბოტოთია დიდი დრო არის გასული. არის იმის კადრებიც ახლა მადლობა რომ შემახსენეთ. სწავლება გვაქვს ჩვენ ჩატარებული სამშვიდობოების 2007 წელს ზუსტად აი მაგ საევაკუაციო გეგმებით ტელევიზორშიც იყო მაგის გადაცემები, რომ ეს მაკეტიც ჰქონდა გაკეთებული. კი ბატონო. კი, ყველა ადასტურებს ამას, რომ სამხედროები მზად იყვნენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დანაკარგების შეზღუდვის სამოქალაქო საზოგადოების მოსახლეების გადარჩენის და ამ სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტების დაცვით მათ ჰქონდათ გარკვეული გეგმა. ეს გეგმა წარმოდგენილი იყო იმ თათბირზე, სადაც თქვენ ადასტურებთ, რომ ესწრებოდით თავდაცვის სამინისტროში უზნაძის ქუჩაზე 7-ში. ეს არის გორში სანამ ჰოსპიტალში დახვდებით უმაღლეს მთავარსარდალს მანამდე? მერე. ესე იგი, თქვენი ტრაექტორია 7-ში გამოდის, რომ არის გორი, თბილისი და მერე მიბრუნდით არეალში. უკვე სხვა ფუნქციით. ჰოსპიტალი, ავნევი, გორი და თბილისი არის. ესე იგი, თქვენ გორიდან ავნევში მიდიხართ, როგორც გითხარით, თქვენი შემადგენლობა გაამხნევეთ, იქ უკვე 18 კაცი დაგხვდათ 20-ის ნაცვლად. ხომ ასეა? ამ 18 კაცს მე კიდე დაუბრუნდები თქვენის ნებართვით და თქვენ მოდიხართ უკვე თბილისში, ვინ დაგირეკათ წამოდი თბილისშიო? გენერალ შტაბის უფროსი. ბატონმა ზაზამ დაგირეკათ და მიხვედით უზნაძის ქუჩაზე. ეს უნდა იყოს დაახლოებით რომელი საათი? 7 აგვისტო. აღარ ზუსტი დრო არ მახსოვს კაბოტონზე. ნელოდა თუ ჯერ არა? ნელოდა კი. გვიანი იყო. გვიანი იყო. აგვისტოში გვიან ბნელდება, ესე იგი თუ ბნელოდა გვარიანი საღამო იყო, ბინდი იყო. და ამ ესწრებოდი თათბირზე ვინ ესწრებოდა რომ ჩამოგვითვალოთ? იყო გაერთიანებული შტაბის უფროსი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი მე ვიცნახ. შალვა ჯანაშვილი მოადგილე? შალვა ჯანაშვილს ვერ გეტყვით, ესე არ ვიცი, მე მალე წავედი მაქედან. მე შეიძლება იყო არ ვიცი. მალე არ წასულხართ მაქედან, თქვენ თათბირის ბოლოს შეგიცვალეს ფუნქცია, ამიტომ თქვენ თელ თათბირს ესწრებოდით, ამაზე შევთანხმდით. გამოვა რომ მე უკეთ ვიცი თქვენ სად იყავით. შალვა არ შეიძლება იყო არ ვიცი. ვერ გეტყვით. იცნობთ სახეზე ამ კაცს კარგად? კი, როგორ არ ვიცნობ სახეზე. ისედაც კარგად იცნობთ. ისედაც კარგად არ ვიცნობ სახეზე ვიცნობ. კარგი. შეიძლება იყო კალათონთი, არ ვიცი. გასაგებია. იუსტიციის მინისტრი თუ იყო ზურაბადეიშვილი? არ მინახია. არ გინახავთ თქვენ. კარგი. და რა ხდება? აი მოგვიყევით სიტყვით ვინ ვის რა უთხრა და თქვენ რა გითხრეს? ესე დეტალები არ მახსოვს. მაგის სტენოგრამა არსებობს მე მგონი კაბოტოთია ვერ სამწუხაროდ ვერ გავიხსენე, ძალიან დიდი დრო არის. რისი სტენოგრამა არსებობს ბატონო? მაგ თათბირი. ეზერაშვილი და მერაბიშვილი როგორ გეგმავენ ომს, ამის სტენოგრამა სად არსებობს? აბა გისმენთ. რა დეტალები არ მახსოვს, დიდი დრო არის გასული. რა კონკრეტულად რა გაინტერესებთ, იმიტომ რომ კონკრეტულად ვინ ვის რა უთხრა, ეს მაინტერესებს. იყო თუ არა საჩხუბარი ტონი არ მახსოვს. რისი? საჩხუბარი ტონი არ მახსოვს. არა, საჩხუბარი რა გქონდათ, სიმშვიდე იყო გარშემო, მარტო თქვენ ნერვიულობდით. გოგავა არ ნერვიულობდიო, 7-მდეო, არაფერი არ მქონდა სანერვიულო. ბატონო მამუკა, თქვენ გახსოვთ თუ არა, რომ იქ ერთ-ერთმა სამხედრო პირმა ან რამდენიმემ მოხსენება გააკეთეს სამხედრო თვალსაზრისით შედგენილ გეგმაზე. იყო ასეთი. გეგმაზე მოხსენება იყო. დეტალები არ მახსოვს უბრალოდ და არ გვინდა დეტალები. მოხსენება იყო. კი, რა თქმა უნდა. იყო. ამის შემდეგ რა თქვა თავდაცვის მინისტრმა? მოიწონა ეს გეგმა? თავდაცვის მინისტრის მოხსენება არ მახსოვს მე თავად. მოხსენება არა, მოიწონა თუ არა გეგმა? მე ჩემთვის არ უთქვია და არ დამინახია მე მაგის. გენერალური შტაბის უფროსი ლაპარაკობდა ძირითადად. რას ლაპარაკობდა, რომ ეს გეგმა კარგია? ნუ აძლევდა კიდე მემართულებებს იმის საშუალებას, რომ ადგილზე ყველას თავისი შესაბამისი კუთხით ჩამოეყალიბებინათ პოზიცია. თქვენ ჩამოგცათ ამის საშუალება?
კი, მე რაღაც კორექტირებები მქონდა კიდე. რა კორექტირებები ქონდა? სამშვიდობოებთან მიმართებაში, სოფლების დაკორექტირება, რაოდენობა ხალხის მოსახლეობის, ბავშვები, მოხუცები. საგანი უნდა გავხდარიყო ჩვენი. ანუ ევაკუაციის გეგმა იყო ამ სამხედრო გეგმაში და ეგ იყო და სამხედროების კუთხით იყო მიმართულებები, ცენტრალური მიმართულება, მარცხენა ფლანგი, მარჯვენა ფლანგი. კორექტირება იმას ნიშნავს, რომ გეგმაში არ იყო და თქვენ უთხარით, რომ მოდი ჩავსვათ ის, რომ გამოსაყვანია ხალხი, ეს უთხარით? ქალები ბავშვები რო ახსენეთ, რას გულისხმობდით? გეტყვით, იყო ერთი პრიორიტეტი, ერთი მიმართულება, მერე გადაინაცვლა მეორე პრიორიტეტი გახდა, მერე უკვე აი გეგმის ცვლილება რასაც ქვია. იქვე თათბირზე. თათბირზე ერთი იყო და მერე თათბირზე რა იყო ეს ერთი მიმართულება? ნუ ძირითადად ეს იყო, რომელიც არის ყველასთვის, სამხედროსთვის ეს არის ასფალტირებული გზა, კარალეთი, ნუ რამდენად შეიძლება ამისი თქვა. რომ არ შეიძლებოდეს არ კითხავდით, გისმენთ? ნუ ცენტრალური მიმართულება იყო ორი გზით, იყო ერთი კარალეთი, ერგნეთი, მეორე იყო ვარიანი, ნიქოზი. და მერე კორექტირებაზე გენერალი რო საუბრობს, უკვე ის კორექტირება არის, რომელიც მერე დახურულ იმაში. ეს ორი მიმართულება იყო თავიდან. ორი ერთი იყო და მერე მეორე ჩაინაცვლა, რაც ბატონმა გენერალმა თქვა, რომ მერე შესწორებები შევიდა. გინდა კითხო. ამ დროს თქვენი თანამდებობა რო დავაზუსტოთ. სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ჯერ სამშვიდობო ოპერაციების ხელმძღვანელი ხართ კიდევ. კი ბატონო. ეს მიმართულების კორექტირება იქვე რომ მოხდა, რის გამო მოხდა? ის ინიციატივა იყო. იქ ადგილზე არ მოხდა რა ქავდოთ. ეს მერე მოხდა. მერე აი ბატონ გენერალი რიძახის რო ერთი ტყვის გასროლად სulis ოპერაციის ბეცო და რაღაც კორექტირებები უნდა შეგვეტანაო, ეს უკვე სხვა ადგილია. ხო, გენერალმა რა ილაპარაკა, ტოებით ვისმინეთ გუშინ. უდასტურებ მას პატივისცემას მიუხედავად ამისა. რა შეიცვალა მაინც ზუსტად თუ გახსოვთ? ნუ მე მაგ დროს იმას ეს ხო პერიოდის ვიანი იყო ალბათ რა. მაგ თათბირის მერე იყო, თათბირზე ერთი გეგმა იყო და მერე ვითარებამ შეცვალა და რა ვითარებიდან გამომდინარე შეიცვალა ზუსტ ვერ მოგახსენე. ამ თათბირზე რა იყო ვანო მერაბიშვილის პოზიცია? აიცი, რაც იყოს ყოველთვის ჩუმად იჯდა, ვიცი, აფია ვთქვი. აპარაკი უჭირდა თუ რატომ იჯდა? ეთყობა რა, ვიცი. ეთყობა? სულ ისეთი იყო და ესეთი ის იყო. აიცი, ერიდებოდათ რაღაცების დაფიქსირება ეთყობა ჩემთან, თო გავდიოდი, გამოდიოდი, გავდიოდი. მე ხარ მომახსენებდა რა იყო. მე რაღაც მომენტში გადიოდნენ ესენი რეკავდნენ. მე გავდიოდი ხშირად, როცა ვინგი რეკავდათ? კონკრეტი ზონიდან მირეკავდნენ. უფროსი სამხედრო ისენი უფროსი დამკვირვებელი. ესე იგი, თათბირია, მეგობრებო, სადაც თქვენ ბრძანდებით და კიდე სხვა სამხედრო პირები და ორი პოლიტიკური თანამდებობის პირიზის, ორი მინისტრი და ორივე არის ჩუმად. ასეა? ხო, მე მაგათ ლაპარაკი არ მახსოვს. რაღაცა გამოსულიყვნენ და რაღაცა ძანებად კონკრეტულად ჩემთვის დაისვა და ვინმესთვის. მე არ შესწრებია მაგ. მაშინ გაგახსენებთ, მართალია ბევრი დრო გავიდა და მოგეხმარებით. ამ თათბირის დასასრულისკენ თქვენ ერთ-ერთი მინისტრი და კარგი იქნება თუ გაიხსენებთ რომელი იყო, ამბობს რომ მე ყურაშვილს ნიშნავ ცხინვალის მიმართულებაზე. არ მახსენებ, მე გენერალი გოგავას გამივიცი ეგ. გენერალი მახსოვს. იქ გითხრათ თათბირზე? თათბირზე გითხრათ? არა, თათბირზეც არ იყო ეს. სხვა გარემოება იყო, ხო თქვი თავიდან, უფრო გორისკენ იყო რაღაცა და ვიწრო, ახლოში იყო ძალიან ეს. აი, დაძაბულობა უფრო გადაზდილი იყო, აი ამ ცეცხლის შეწყვეტის მერე მოხდა. იქ თათბირზე ეგეთი რაღაცა არ მახსოვს. რით დასრულდა ეს თათბირი? არ მისვავდა გენერალურ შტაბის უფროსი. თათბირი რით დასრულდა? თათბირი დაცვდა მიიღეს იქ გადაწყვეტილება და აამტკიცეს ეს მიმართულებები, ცენტრალური მიმართულება, მარჯვენა ფლანგი, მარცხენა ფლანგი, მოქმედების არეალი, მინდობილი ქვედანაყოფები
ამეთი ესე იგი თათბირი დასრულდა იმით, რომ ცენტრალური მიმართულება დადგინდა. რა იყო ეს ცენტრალური მიმართულება იმ მომენტში? როგორი დაჯგუფებით შედგებოდა? არა. ქვედანაყოფი გაინტერესებთ თქვათ? ცენტრალური მიმართულება ამ დროს უკვე იყო ცხინვალი? კი. ის იყო. ხუთი სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსი, ერთი საზღვაო ქვეითი იყო და ერთი გორის სატანკო ბატალიონი იყო მოსიდული ცენტრალურ მიმართულებაზე. იგი შინაგანი ძალებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებით ცენტრალური მიმართულება უნდა განხორციელებულიყო ცხინვალი, ანუ, ხო? და მარცხენა და მარჯვენა ფლანგი ვისი იყო? მეოთხე ბრიგადა მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა დიდმუხა მუგუთი. ამოცანა იყო გადასულიყვნენ კუსირეთი კვერნეთზე, ზარის გზით ჩასულიყვნენ ჯავაზე, გუფთის ხითით ასულიყვნენ ჯავაზე. მარჯვენა ფლანგი მესამე ბრიგადა, რომელიც მოქმედებდა პატარა ლიახვის ხეობით, უნდა გადასულიყო წვერიახოდან და იყო ის რა ქვია, გერის გზით და ანალოგიურად ასულიყვნენ ჯავის მიმართულებისკენ. და დმენისში შევიდა ერთი ბატალიონი დმენისისკენ უნდა დადროილიყო, რომელიც ყველაზე დიდი ჯგუფებას აყენებდა 2004 წლის მოვლენებიდან გამომდინარე თუ იმჟელეთ 350 კაცს აყენებდა იარაღის ქვეშ. ამ ორი ფლანგის ფუნქცია და რიტმი, მე ჩემენაზე ვსაუბრობ, მაპატიეთ სამხედროებმა. რიტმი რა უნდა ყოფილიყო? ესე იგი, თქვენ თუ მეუბნებით, რომ გეგმა გულისხმობდა სამ რაღაცისგან შედგებოდა, იყო ღერძი, ანუ ცენტრალური მიმართულება და მარცხენა და მარჯვენა ფლანგი. მარცხენა და მარჯვენა ფლანგის ფუნქცია იყო ძირითადი მიმართულების დაცვა? უზრუნველყოფა, დომინირებული სიმაღლეების აღება და ცენტრალურზე ვინც მუშაობდა, იმისთვის საქმის გაადვილება. არა, ცენტრალურ მიმართულება მუშაობდა ამოცანით. ეს ამოცანა იყო ბანდფორმირებების მოზიდვა მაქსიმალურად. რომ გამოთავისუფლებულიყო წვერიახოს შემოვლითი გზა. გახოცელებულიყო ევაკუაცია მოსახლეობის ხეობიდან. ოდიშ. ესე იგი, ცენტრალური მიმართულების ამოცანა იყო მოსახლეობის ევაკუაცია? ხეობიდან. კლიანად სულ ყველა ამოცანა იყო. მაქსიმალურად. მოიცა, რას გვიხსნით ახლა, რომ სამხედრო გეგმა მარცხენა ფლანგისაც, მარჯვენა ფლანგისაც და ცენტრალური მიმართულების ამოცანა სამივესი იყო ევაკუაცია მოსახლეობის? როლი დანიშნულება ამოცანის შესასრულებლად უზრუნველყოფათ უფრო სწორედ. მარცხენა და მარჯვენა ფლანგი იყო ცენტრალური მიმართულების ინტერესში. დომინირებული სიმაღლის ასაღებად. ვერც მე ვერ გავიგე, გვაპატიეთ. ცენტრალური მიმართულების ამოცანის შესასრულებლად მარცხენა და მარჯვენა ფლანგი იქცეოდა მათ ინტერესში. აი, თქვა, სიტყვაზე ვიეძახი, თუ თბილისზე არის ლაპარაკი, დომინირებული სიმაღლე, აი მაგალითად ლისის ტბა, კუს ტბა, დომინირებული სიმაღლე არის, საიდანაც ცეცხლი არის ძალიან მჭიდრო, საიდანაც ისვრიან იგივე მინამიოტებს, რომელიც ხელის გულზე არის. ქალაქი ქვემო ნიქოზიდან იმიტაცია შესვლის დაწაბულობის შექმნის, რომ ტრანსფორმირებები მოიზიდო მათი გადმოსახედიდან თუ მოუბრუნდებით, ისინი ხედავენ, საიდან შეიძლება შემოვიდეს ქვედანაყოფი და მაქსიმალური ძალების კონცენტრირებას აკეთებენ იმ მიმართულებაზე და მეორე ამოცანას ხდიან, ისეც როგორიც არის შემოვლითი გზა, წვერიახოს გზა და ეს იძლევა დამატებით საფუძველს კიდე ერთი ფაქტორი რჩება, ეს არის ჩეჩნების ბატალიონი, რომელიც იდგა წვერიახოზე, მაგრამ მიუხედავად მაგისა მუხტავს თავისუფლებას ძენს იმ გზას, რომელიც არის ქურთა აჩაბეთიდან და ჩამოდის ერევში ეს გზა. ანუ ცხინვალში შესვლაც და ცხინვალის მარცხენა, ანუ რო ეხლა ესე რო ავხსნათ მაინც. ჩვენი გორის მიმართულებიდან რო ავიღოთ ცხინვალში მარჯვენა მხარეს არის წვერიახოს გზა. ცხინვალში შესვლა, ანუ ცენტრალურ ოპერაციას რასაც უწოდებთ თქვენ და პლუს ცხინვალის მარცხენა მხარეს ოპერაციას ორივეს მიზანი არის რომ მივიზიდოთ ყურადღება სხვა მიმართულებით რომ წვერიახოზე თავისუფლად გადმოვიდნენ ადამიანები. და არა მარტო ჯავაზე უნდა გადავიდნენ, მე თქვით საუბრის დასაწყისში, მაგრამ უზრუნველყოფა არის აი ცენტრალურ მიმართულებაზე
რომ მოხდეს უფრო ეფექტური ჩანაფიქრის განხორციელება, რომ ეს ამ ძირითადი ამოცანა განხორციელდეს მოსახლეობის გამო. როდესაც თქვენ თქვით თავის დროზე, რომ მიზანი არის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა და დღევანდელი თქვენი განსხვავება როგორ წინააღმდეგება ერთმანეთს, როგორ თანხმდება ერთმანეთს უბრალოდ. ჯავაზე გონა გადასულიყო ვიზახი. მან სხვა ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებდი. რას გულისხმობდით კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში? კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა არის, ანუ იურისდიქციის აღდგენა ალბათ, ხო? იურისდიქციის აღდგენა და მოსახლეობის გამოყვანა ორი სხვადასხვა ამოცანაა, მაბატიეთ რა, ხა. ხო, ნუ თქვენზე უკეთ არავინ არ უნდა იცოდეს. ჩვენ ძევლის პოზიციაში გვიწევდა. ბატონო, ძევლის პოზიციაში გვიწევდა. კი, მაგრამ მოვლენებს თავის სახელი უნდა დავარქვათ. მოსახლეობა ქართული ისე ოსური იყო, როგორც ძევალი. ეს ერთი მეორე უზრუნველყოფა უნდა გაუკეთო და უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოიყვანო, რომ მე რაღაცა განახორციელო, ხო? ბატონმა შეიძლება გავიგო. ბატონმა გოგავამ გუშინ ბრძანა, რომ დავალება რაც მივიღეთ მთავარსარდლისგან იყო საცეცხლე წერტილების ჩახშობა. თქვენ ამბობთ, რომ უნდა ავადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი, რაც გულისხმობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის აღდგენას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხო? მაშინ ეს ნაწილობრივი იყო ოკუპირებული. ამათ შორის განსხვავებას ვერ ხედავთ თქვენ ამ ორ ამოცანას შორის. ვერ ხედავ, თუ არ ჩააქროფი საცეცხლე წერტილებს ანერად აღადგენს. საცეცხლე წერტილის ჩაქრება რას გულისხმობს იქნება ესეც განვიმარტოთ რა. ის საბოლოო განადგურებას. ისაბოლოო განადგურება. და ამისთვის ცხინვალში შესვლა თქვა საჭირო იყო აი ჩამოთვალეთ ჩვენამდე სხვადასხვა ქვეყანაში. შესვლაზე არ ვსაუბრობ, ეს არის ინიციირება შესვლის. აი როგორ გითხრათ, იმიტაცია ხდება, აი ბევრი მანქანები დადის. იმიტაცია, როცა 100-ზე მეტი ჯარისკაცი კვდება, მაპატეთ ძალიან ცუდი იმიტაცია. კი ბატონო, მაგრამ იქ არ კვდება ეს 100 კაცი. აქ არის დუბოვერუშა კიდე ეს ცალკე მეოთხე ბრიგადის ამოცანაში შეცვლას ბრძანებთ. თქვენ გულისხმობთ ალბათ დაღუპულებს, რომელიც ძირითადი რაოდენობა იყო დუბოვერუშა. 9 პოლიციელი კვდება მაგალითად ცხინვალში თქვენი დაქვემდებარების ქვეშ პოსტბრძალებში. 100 კაცი ცენტრალურ მმართველობაზე არ ყოფილა ბატონო. არა 9 იყო პოლიციელი მარტო ცხინვალში უშუალოდ. კი, მაგრამ დაღუპულები არის დუბოვერუშაში ეს თვითონავმა დაბომბა იცის ქალბატონო თეამ და იქ არის ძირითადად დაღუპულები რუსები. პირველ თვითონავ სხვათა შორის ოსემ ჩამოაგდეს და გამოაცხადეს, რომ ეს არის ქართული, იმიტომ რომ დაბომბა ოსური სოფელი და რუსული საგუშაგო და მიიჩნიეს, რომ ეს ქართული არის. და გამოაცხადეს კიდევაც, რომ ქართველები არიან. თქვენ ეს განცხადება როდის გააკეთეთ? მას შემდეგ რაც ოპერაცია დაიწყო? ქმედება აქტიური იყო, მე მგონი, კი უკვე დაწყებული იქონდათ. დაწყებული იყო. შვიდში ხო თურვაში? შვიდში გააკეთეთ განცხადება. შვიდში 23 საათსა და 45 წუთზე როგორც ბატონი გოგავა ბრძანებს, თავარსარდლისგან მიიღეთ ბრძანება, რომ ოპერაცია დაწყებულიყო. 45-ის მერე 23 და 45-ის მერე გააკეთეთ ეს განცხადება? კი, ალბათ სავარაუდოდ ხოსანეთ რო გავაკეთე მე აუფლებ. მე მაქვს აგერ ინფორმაცია მაქვს, რომ 23 საათსა და 35 წუთზე, ანუ 10 წუთით ადრე აკეთებთ განცხადებას და ძალიან აცდენილი ხო არ არის თქვენი თავარსარდლის. ვერანაირად აგიხ შეიძლება რომ აი წყნარად კი, რა თქმა უნდა, ზუსტად ამ კონფლიქტის ზონა იყო დაყოფილი პასუხისმგებლობის ზონებად. იყო ქართული ბატალიონის პასუხისმგებლობა, იყო ოსური ბატალიონის პასუხისმგებლობის ზონა და რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ზონა. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ზონაში წარმოდგენილი იყო ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი, როგორც ხარი შედიოდა რუსეთის ფედერაციაში და რატომ უნდა ყოფილიყო ცალკე მხარე. საგუშაგოებზე დაგამისის და მოსკოვის ხელშეკრულებებით იყო ვალდებულება, დაშლა, განიარაღება და განსაკუთრებულ შემთხვევაში განადგურება. ეს ეხებოდა ქართველებსაც. ბატონო, თქვენ მართალ ვზანებთ, რასაც იძახით, აი ამას გულისხმობდი, იმიტომ რომ ის რომ ჩვენ რო გვიტყავენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ როგორ გითხრათ, მისია შემენარჩუნებინა. არც ერთი ფლანგის ინტერესზე ქალბატონი თია დამეთანხმება იცის. დაზუსტებით გავლილი აქვს ეს ცენტრალური მიმართულება, მარცხენა მარჯვენა ფლანგი, არცაც სამშვიდობოები არ იყვნენ ქართველები, არც ერთი ფლანგის ინტერესზე ჩართული. უბრალოდ
მაპატიეთ ესე დეტალებში შევდივარ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიგოთ რა ხდება. ეხლა ომში ნამყოფი ვარ, ვიბრძოდი, მაგრამ ბევრი რამე რა თქმა უნდა არ ვიცი. თქვენ გენერალი ბრძანდებით და თან სამხედრო განათლება გაქვთ მიღებული. კიდევ ერთხელ დამიზუსტეთ, სად დაამთავრეთ? მოსკოვის ჯასოს სატაკო აკადემია მარშალ მარინოვსკის სახელობის. კი ბატონო. უბრალოდ კიდევ ერთხელ იმას უბრუნდები, რაც ბატონმა გოგავამ თქვა გუშინ, რომელიცაც არ აქვს ეს გამოცდილება, რაც თქვენ, რომელიც არის პოლიციელი და გუშინაც ხაზი გაუსვი, რაღაცას აოცრებით 13 წელიწადში გახდა გენერალი. ესე იგი, მან თქვა, რომ ბრძანება მივიღეთ, საცეცხლე წერტილები უნდა გავანადგუროთ. ეს არის მცირე ზომის ოპერაცია, ერთგვარი რაღაცა ქირურგიულ ოპერაციას რო ატარებ. თქვენ თქვით რომ ვიწყებთ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. ეს ისეც ხელგულზე რო არ გითქვამთ, ეს ეხლაც დაადასტურეთ, იმიტომ რომ არა უნდა გვექნა პრაქტიკულად თქვით. იმპულსური იყო განცხადება. ორი სრულიად სხვადასხვა რამეა რა. არა, შეიძლება განმარტება გავაკეთო. დადებითი მუხტი რო შემექნა. მივხვდით, აი თქვენ ხო ვიძახით, რომ არ მქონდა ევაკუაციის საშუალება. ეს სიგნალი იყო. მე ძალიან ასოცირებული ვიყავი კონფლიქტის ზონაში. ყველაზე მეტად ყველაფერთან და მოსახლეობა ჩემ განცხადებას ძალიან გულთან ახლოს იღებდა. ბატონ სოზა და ქალბატონი თიას რაც სამართლიანი შენიშვნა გამიკეთა რომ ვერ შევძელი, აი ეს განცდა მე მქონდა რომ ვერ შევძელი ზუსტად მიტანა მის სამართლზე რომ ეს გასაკეთებელია. ამითი მაინც შევეცადე და ეს სიგნალი იყო მოსახლეობის რომ დაძრულიყო. ამის მერე უფრო დაიძრა ხალხი. აი ეს განცხადება რომ გავაკეთე ხო მიმიხდით უყურებენ ტელევიზორს მაგ დროს. და ტელევიზორს უყურებენ მე? კი. დაასრულეთ. შეიძლება? მაგ დროს უკვე იღებენ გადაწყვეტილებას, რომ თავის ვისაც აქვს იმ წუთში საშუალება გამოვიდეს, თქვათ, თამაშენი ქურთა აჩაბეთი, რაც უშუალო კონტაქტში არიან, აი ერედვი ძალიან ახლოს იყო. მან ავნევი ნული განსაკუთრებით, ფაქტიურად ტომარაში იყო ეს სოფლები. მაგათმა ეს აღიქვეს, რომ უკვე უნდა გამოეცალონ. აი მაგაში ერთადერთი გაფრთხილება, რაც მოსახლეობამ მიიღო, არა ვიღაცა პასუხისმგებლობა პირმა გააფრთხილა, არამედ თქვენ რომ თქვით, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა უნდა დავიწყოთო, უნდა ჩართოდათ მათ თავში განგაშის სიგნალი, რომ ეტყობა რაღაც ხდებოდა და გამოქცეულიყვნენ. ყოველ შემთხვევაში ზუსტად ეს ჩანს თქვენი ამ ინტერვიუდან, იმიტომ რომ სიტყვა განგაშის სიგნალს არ ახსენებთ, მაგრამ სიტყვით დანარჩენს ამას ამბობთ, რომ ეს იყო ერთადერთი, რითაც მოსახლეობამ მიიღო სიგნალი, რომ რაღაც საფრთხე არსებობს მათთვის. თქვენ პასუხისმგებლობაზე არა, ამ შემთხვევაში პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მეტი არის შეიძლება ბატონო მან გავუყვებით მე არ ვერ იმას ვიზავ. მე აი კონკრეტულად ჩემ ამბავში ვიძახით, რომ ბევრმა მადლიერება გამოხატა. ომის მერე ჩემს მიმართ მოვიდნენ და ეს რო არ გავგეგო, დღეს ცოცხლები აღარ ვექნებოდით, ხო? შეიძლება იყო ესეთი. კი ბატონო. რამე ხარ გინდოდა? კი. მე სრულიად ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ჯარი და შენი ქვეყნის თავდაცვის ძალები, როდესაც არის იმ მდგომარეობაში, რომ უკვე საბრძოლო მოქმედებებს იწყებთ, რა თქმა უნდა, მათ ეს ჭირდებათ ლიდერის მხრიდან იმის გაგება, რომ მას ყავთ ისეული ლიდერი, რომ ის არასდროს მიატოვებს არც თავის სამშობლოს, არც თავის ქვეყანას, არც ჯარისკაცს, არც ოფიცერს და არც გენერალს. და ამაში სრულიად ვეთანხმები და ეს უნდა ყოფილიყო, რასაც სამწუხაროდ იმ დროს ვერ გძრობდნენ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლისგან, იმიტომ რომ ის არ იყო შეხვედრილი, როგორც თვითონ ჩვენი მოწვეული სტუმრებისგან არის საჭირო, არც გადალაპარაკები არ არის. მაგრამ მე ერთ რამეს გაგახსენებთ და გუშინ აქ ერთ-ერთმა გამომცემელმა თქვა, რომ როდესაც იმდროინდელი ქვეყნის პრეზიდენტი და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ჯარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაიქცა და ვერც გაიგეს, საიდან გაიქცა და მე აღმოჩნდა ის ცნობილი კადრები, რაც აღმოჩნდა, რომ თავის დაცვას გაექცა. აი ამან როგორი რა მდგომარეობა მოახდინა ჯარის სულისკვეთებაზე, როცა თავის უმაღლეს მთავარსარდალს გაქცეულს უყურებენ და შეშინებულს და დამფრთხალს. აი თქვენი პოზიცია მაინტერესებს პირადად, როგორც გენერლის. სულისკვეთება არ ამაღლება, მაგრამ მერწმუნდეთ, ბატონო ალიკო, რომ მაგის საშუალება მოქმედ ქვედანაყოფებს, რომელიც საბრძოლო მაშინ იყვნენ კონფლიქტის ზონაში, ეს მაგის ფუფუნება არ ქონდათ, რომ ეგ კადრი რამენად ეს საომარი მოქმედებები არ არის, საომარი მოქმედებების მე იყო თუ არ ვცდები. ეს 11-ში იყო, რასაკვირველი არის, ისეთი ის არის. ეს ვრცელდება ასეთი ინფორმაცია ჯარში და
სამართალდამცავ სტრუქტურებში ინფორმაციები უცბად ვრცელდება და ამაში დამეწმუნები და დამეთანხმები. როგორია ეს ახლა ჯარისთვის და როგორია თუნდაც იმ ოფიცრებისთვის? პირადი მაგალითი ესეთი მოქცევა უმაღლესი მთავარსარდლის მაგალითი ყოველთვის არის უნიშნო, არის მეთაურები, რომლებიც მის პირად მაგალითს სამწუხაროდ ვერ აიღებენ. იძახიან ერთმანეთ დაგვიფარა. იძახიან მეთაურები არიან, რომლებიც იძახიან მომყევით. იდეალური შეწყმარი, რომელიც ორივე აკავშირებს მეთაურს. მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩვენი ქვეყნის მაშინდელ უმაღლეს მთავარსარდალს, როგორ დაახასიათებთ? ეს იყო უმაღლეს მთავარსარდალი წადით თუ უმაღლეს მთავარსარდალი მომყევით? მომყევით. იმიტომ რომ იყო დიზნში ჩამოსული. ტერი მიყვა მაგას. კარგი, ეხლა დიდი მადლობა რომ საერთოდ ესეთი ობიექტურები ხართ და ხედებით ყველაფერს. აი დიდი მადლობა თქვენ, კაბადონ თეატრ. მე კიდევ ბოდიშვიხდი რომ რაღაცნაირად გამოვედი და ბატონ სოზართან და სოკოლასთან ხო მიმიხვდით. ჩვენ ერთადერთი დავიცით, მაგრამ საზოგადოება უნდა მიხვდეს და ეს თქვენთვისაც სასარგებლო იქნება, მე ასე ვფიქრობ და საზოგადოება არა სამხედროების მხრიდან, არა ოფიცრების მხრიდან, არა ჯარისკაცების, არა გენერლების მხრიდან. პოლიტიკური თანამდებობის პირები რასაკეთებდნენ. აქ ვერ გავიგეთ 3 დღეა და ვერც ვერავინ ვერ გაიგო. ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიცია არსებობდა თუ არ არსებობდა. ვინ რასაკეთებდა ის არ იცოდა და ამიტომ იყო ამხელა მსხვერპლი და ტერიტორიების დაკარგვა. კი ბატონო, ბატონო სოზარ. მე ჩემს იმაზე ვიცოდი. კიდევ გავაგრძელებ. ესე იგი დავაზუსტებ კიდევ ერთხელ, ესე დილას 7-ში თქვენ როცა თათბირზე იყავით, ჯერ კიდევ იყავით სამშვიდობო ძალების მეთაური. სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი. ოპერაციების შტაბის უფროსი დილას 7-ში. რომელ საათიდან აღარ ახართ უკვე მან? ზუსტით რომ არ მახსოვს. საღამო არის, აი უკვე გადასულია, გაგათავისუფლეს იქიდან და დაინიშნეთ ცენტრალურ მიმართულების ხელმძღვანელად. ერთობლივად აი შეთავსება არ შეიძლებოდა მიტყვება სამშვიდობო იმაზე უარს ვერ ვიტყოდი იქაც ცალკე პასუხისგებლობა და სამშვიდობო და საომარი ფუნქციები თუ სამხედრო აქტიური სამხედრო ფუნქციებში არ ვიყავი ქავთოთა მე ბატონი შალვა დაინიშნა საომარი მოქმედებები აი უშუალოდ როცა დაიწყო სულაც ხინვალზე თუ მაგას გულისხმობთ იმიტომ რომ ორი ერთად არ გამომივიდოდა შეუძლებელია შევითავსეო ხო თქვით ხინვალის მიმართულებაზე პასუხისმგებელი ხო თქვენი იმიტაცია რო ხდებოდა იქ ვიყავი და მოსახლეობა რომელიც დანარჩენ საქართველოში უფრო მეტი გამოვიდა უსი მოსახლეობა ვიდრე იქით წავიდა რომ დავხედროდი სამშვიდობო დაიძროებოდა რომ მე ვენახე მე ვყოფილიყავი იქ გესმით რომ განუხტულიყო აი ამ სამშვიდობოს კიდევ ერთხელ გავიმეორეთ რომელი ნაწილები იყო თქვენს დაქვემდებარებაში ამ დროს ცენტრალურ მიმართულებაზე იყო ეს 5 შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტის ქვედანაყოფი, ცალკეული სატანკო და საზღვაო ქვეითები იყო იმისი ბათუმის. თორცდები სახელმწიფო დაცვა კი დაცვის სამსახურიც იყო, ნავთობსადენების დაცვის. დიახ, მან შედა. რა იყო ეს ასეული იყო, ბატალიონი იყო. ბატალიონად იყო. ეგეც აი მან შედის ხუთეულში. არსებობდა თუ არა რაიმე ურთიერთ შეთანხმების ურთიერთ კოორდინაციის გამოცდილება ამ სამხედრო ნაწილებს შორის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა სხვადასხვა ტიპ ნაწილები მონაწილეობენ ერთ ოპერაციაში, მათ ჰქონდეთ გამოცდილება, რაც ხდით მიიღწევა, არსებობდა რამე ეგეთი გამოცდილება ამას შორის. შეწყმას ქვედანაყოფების საკითხი, თუ მეკითხებით, რომ ადრე სწავლება ერთობლივად ჩატარებულა თუ არა, ჩატარებულა. ორივეს გეკითხებით. არ ჩატარებულა. შესაბამისად, გუშინ მოვისმინეთ და ალბათ თქვენს დაადასტურებთ, რომ კავშირიც კი არ იყო ერთმანეთს შორის, ხო? კავშირი იყო. არა, კავშირი მე ვამბობ, აი ეს ნახურული კავშირები რაც არის, ერთ-ერთი საუკეთესო სისტემები გქონდა იმ დროისთვის. რაღაცეთ სარგებლობდი მე პირადად იყო, როგორ არ იყო ბატალიონი. პოლიცია ჰქონდა მაგ დროს უკვე სათადარიგო შტაბი ფენიში. ჰქონდა ჯანაშვილი, მაგალითად ერთმანეთს რითი უკავშირდებოდით? იყო რაცია, იყო ტელეფონიც ძირითადად. კი ბატონო. ეხლა ანუ ხო ეს სწავლებების თემა გასაგებია, რა მინდოდა? კი ბატონო. ბატონმა მოხდა ესეთი საკითხია. თქვენამდე აქ სხვა პირებიც გამოიკითხნენ, მათ შორის იყო ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელმაც გადმოგვცა ის მიერ შედგენილი ქრონოლოგია მოვლენებისა. აქ არის ესეთი რაღაც და მინდა თქვენგან პასუხი მივიღო.
ესე იგი, ის წერს, რომ 23 საათსა და 27 წუთზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. ესე იყო, თქვენ როგორ გახსოვთ და თუ გასცა ესეთი ბრძანება, რა ეგულისხმებოდა სამხედრო ოპერაციის დაწყებას? ახლა იზახის ესე იგი თუ ესწრებოდა თვითონ იქ იყო ალბათ რასაც თქვენ არიცით სამხედრო ოპერაციის ბრძანების და სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანების შესახებ. როგორ გავიგე ეს იმისგან და ბრძანება რაში გამოიხატებოდა? დაიყვანა იერარქიულად დაიყვანეს ჩემამდეც. და რაში გამოიხატებოდა ბრძანება კონკრეტულად? თავარსარდლს წეტილების შაქრობა, რაც ბატონმა გენერალმა თქვა, ის იყო ძირითადი ამოცანა და აი ეს უზრუნველყოფა შვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანას. აქ ესეთი ერთი აბზაცია კიდე, შემდგომი მოვლენა 23-27-ის მერე არის 23-40. სავარაუდოდ ამ შუალედში გააკეთეთ თქვენ უკვე განცხადება ტელევიზიით, როცა თქვით, რომ იწყებთ თქვა კონსტიტუციური წესრიგის ადგენას. და 23 საათსა და 40 წუთზე საუბარია, რომ მამუკა ყურაშვილი პასუხობს კულახმეტოვის სატელეფონო ზარს, ატყობინებს მას სამხედრო ოპერაციის დაწყებას და ითხოვს რუსეთის სამშვიდობოების არ ჩარევას. იყო ესეთი რამ? რომ მოგვიხდეთ დეტალურად ამის შესახებ როგორ იყო და რა უთხარით, რა ხდებოდა. ქალბატონ თიას დასმულ კითხვაზე მიმართულებებზე მოგახსენეთ რა იყო პირველი გეგმა. ცოტა უტოპიური არის ის ეხლა რასაც ვიძახი, იმიტომ რომ არ არსებობს თქვა აი ამ შემთხვევაში რაღაც შეტევითი ოპერაცია, რომ ტერიტორიის ზურგში მოიტოვო. ეს არის მერვიკისი საგუშაგო დიდმუხა მუგუთი ხეთაგუროვა აქეთკენ არის კიდე საგუშაგო ერზე და ამ შემთხვევაში პირდაპირ ბრძანება არის. რომ სამშვიდობოებს არ შეეყოთ. თმა არ უნდა ჩამოვარდინო სამშვიდობოებს. და ამის უზრუნველსაყოფად რომ ურთიერთობიდან გამომდინარე, მასპინძლობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ საქართველოს მხარე იყო სამშვიდობობის მასპინძელი, ცხინვალის მხარე არის, ქართული მხარე იყო. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მისთვის აი ეს დამეყვანა, რომ ეს ესე ბრძანება მქონდა შესაბამისი ამისი, რომ შეეცდებით გამოიწვიოთ თქვენზე რაღაც აგრესია და სხვათა შორის არის კადრები, სადაც მევრიკიში ქვედანაყოფი მიდის და სამშვიდობოებს სულიან გვერდს. ეს კადრი არსებობს ამისი. და არა ეგ კადრი იმაშიც არის. ეროჩიც არის ეგ კადრები. ანუ რო დავაზუსტოთ, ესე იგი სამშვიდობო ძალებს თქვენ უთხარით, რომ არ ჩაარაულიყვნენ იმ სამხედრო ოპერაციაში, რომლის განხორციელებასაც იწყებდით იმ წუთებში. მანდატიდან რომ გავიდნენ, აღარ ფუნქციონირებდა მანდატი, აზრი არ ქონა ადამიანებს. მანდატიდან გასვლა როდის მოხდა? იქ ის თეთრი ისენი რომ გაიკეთეს იცის ქალბატონთიან, რომ ერთმანეთში არ ჩვენ საზოგადოებამ არის ქალბატონთიან. თეთრილებით მეტი იცის. მოგახსენებთ, კი ბატონო, ხათო შეიძლება. გადაწყვეტილება მიიღეს მაგის კადრების არსებობს, რომ ერთმანეთში რომ არ არეულდათ ერთმანეთი ბანდფორმირებებს, ადგილობრივ ეგრეთ წოდებულ აპარჩენიას, იქ იყო კიდე ომონის ქვედანაყოფები, სამშვიდობოები დამატებით გაიკეთეს თეთრი ლენტები. როდის ხდება რომ მითხრათ? გამია უკვე საღამოს გამოჩნდა ეს ვიზუალურად. მაგრამ ის რომ ესენი ჯგუფურად ერთად მოძრაობენ, უკვე ინფორმაციები მოდის. აი მაგალითად ბანანკევიჩი ამტკიცებს, რომ შევიდა ნიჟნი გარადოქშიაც მიუღებელი, ეს მერე დაამტკიცა. მაგრამ ეს მოძრაობები უკვე ჩანს საღამოს 7-ში, რომ ერთობლივი შეთანხმებული მოქმედებები აქვს დამატ. და მე უკვე კადრები გამოჩნდა. შემდგომში ეს მე ხდება, მე ეწევა ეს ინფორმაციები ყველაფერი. ბოდიში რო დავაზუსტო, ანუ თქვენ ხედავთ შვიდში, რომ რუსის სამშვიდობოები ფაქტიურად მოქმედებენ ოს სეპარატისტების სამხედრო დანაყოფებთან ერთად. სამხედრო მოქმედებებს ახორციელებენ უკვე რუსის სამშვიდობოები. ერთობლივი იგზნობა. იგზნობა ხედავთ, აი რა ეს დააზუსტო. ინფორმაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ შიგნით გადაჯგუფებები ხდება. მაგალითად კონკრეტული რაღაც ჯგუფი პლატფორმები შედის ნიჟნი გარადოქში. იქ აკეთებს გადაჯგუფებას. ნიჟნი გარადოქში ას დაუშვებელი არ უნდა შეეშვათ. მაგიტო ვიძახი. ჩვენ გუშინდელი დღის განმავლობაში
აღმოვაჩინეთ, რომ გარდა შტაბის უფროსობისა პოლიტიკური თანამდებობებიც იძლეოდნენ ბრძანებებს. თქვენთან თუ იყო მსგავსი შემთხვევა და თუ მოგსვლიათ ბრძანება პოლიტიკური თანამდებობის პირისგან ან თუ ამოცანა დაუსვიათ თუ არა ალბათ მაგას გულისხმობთ ხო ბატონო? ან ამოცანა ბრძანება უკან დახევის ან წინ წასვლის ან ლოკაციის შეცვლის ან ნებისმიერი რაღაცა ბრძანება რაც მოდის ცენტრალური შტაბიდან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შტაბის უშიშროების შტაბის წარმომადგენელი არ იყო ეს პოლიტიკური პირი თანამდებობის პირი. ჩემზე ესეთი რაღაცა არ დაუსვია არავის. თქვენთან მსგავსი არ მომხდარა. არა, ჩემთან არავის არ დაურეკია არავის. პოლიტიკური თანამდებობის პირს, არც ერთ მინისტრს, არც ერთ მინისტრის მოადგილეს. არა, რაღაცა კორექტირების და ანუ ახში საერთოდ რო დაერეკეს ახლა ყოფილა. არ ქონია კავშირი არ. ანუ მერაბიშვილის სადაც რა ვიცი, ვინ იყო კიდე პოლიტიკური ვის გულისხმობთ. ეგეთი რაღაც არ ქონდა მე კონტაქტი. მე თქვენ მარტო გქონდათ გენშტაბთან ურთიერთობა და არავისთან სხვა თქვენს მიმართ არ ჩარეულო. ასაკურებია. კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას ან ცენტრალური მიმართულების ხელმძღვანელობას ბუნებრივია სჭირდება მკაფიოდ გაწერილი სამხედრო გეგმა. გქონდათ ასეთი გეგმა? ნუ იმ გეგმას კორექტირება, რაც გითხარით, სწავლება ჩავატარეთ პირველად. იყო ნიკოში, ეს იყო 2007 წელი, ის გეგმა არსებობდა, რომელსაც კორექტირება ჭირდებოდა უშუალოდ მოსახლეობის დაზუსტება. მაქსიმალურად, აი რამდენი იყო მიბმული კონკრეტულ სოფელზე, რამდენი იყო ხეიბარი, რამდენი იყო აი თქვენი შტაბი ყავდათ, ვინც ამ გეგმის კორექტირებაში გეხმარებოდათ? რა თქმა უნდა, შტაბი რომელიც მოქმედებდა ფხენიში. ვინ იყვნენ? შტაბის წევრები ვინც ყავდა. შტაბში რას გულისხმობთ? თქვენ დილას იყავით სამშვიდობოების ხელმძღვანელი. შტაბი შედიოდა იმ სამშვიდობოს ყავდა ნიშნი-გარადოქში, შტაბი ერქვა იმას. ან პარალელურად თქვენ მუშაობდით ამ გეგმის განხორციელებაზე ცენტრალურ მიმართულებაზე. ბრძანების შემდეგ, რა თქმა უნდა, ის რუკები ამოვიღე, მაგიტო არა, ჩანაფიქრის რუკაც იყო, არ იყო მარტო გადაწყვეტილების რუკა. კი ბატონო. და უბრალოდ რამდენიმე კითხვა კიდე სამოქალაქო პირების ჩარევაზე თქვენ არაერთხელ გაქვთ განცხადება გაკეთებული ამ თემაზე და იქნებ კიდევ ერთხელ რამდენიმე სიტყვა თქვათ ამ თემაზე. ვინ ერეოდნენ კონკრეტულად, ვინ იყვნენ? ეხლა თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ იცით რა, ეგ ეხლა თუ პროკურატურა დამკითხავს ვიტყვი, მაგრამ ეხლა ტელევიზიაში არ ვიტყვიო, პრესაში არ ვიტყვიო და ნუ პრესა არ არის, აქ ჩათვალეთ, ეს არის საგამოძიებო კომისია, შესაბამისად აქ გაქვთ ვალდებულება, რომ ეს იცოდეთ ჩვენ. ვინ იყვნენ ის სამოქალაქო პირები, ვინც ერეოდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში? ჩვენთან მიმართებაში არავინ არ ერეოდა, მაგრამ იქ სიგრძნობოდა, რომ იყვნენ იქ, რა ვიცი, უგულავა, რა ვიცი, ყველა ხედავდა. რასაკეთებდა უგულავა? გამოცხადა ის კორიდორი გადაჭკუფებაზე, ამ იმისი, რა ქვია. როგორ გითხარით? დაზავება რა, მაშინ ტელევიზორთან გააკეთა განცხადება, რაც არ მომეწონა და დავაფიქსირეთ და არც ეხლა ამარავ. სამხედრო ოპერაციებში ერეოდნენ თუ არა, ჩვენთან ეხლაც გავეცი ვადანალიზს. ეს რაღაცა. ვადასტურებ, რომ გიგი უგულავა ერეოდა სამხედრო ოპერაციებში. თქვენი სიტყვებია. თვითონ თავდაცვის მინისტრმა მიუშვა თავის უწყებასთან ახლოს ამა თუ იმ სამსახურების უფროსები. თავდაცვის მინისტრს დავაზუსტებთ, რომ მაშინ იყო ბატონი კეზერაშვილი, ხო? დეპარტამენტები, რომლებიც სამოქალაქო პირებით იყვნენ დაკომპლექტებული. ამ პოლიტიკოსებმა რატომღაც ისე აღიქვეს, რომ სამხედროებზე მაღლა იდგნენ. უგულავამ მშვიდობიანობის დროს, რომ ქალაქის მერი იყო, ომიანობის დროს სააკაშვილის კონსერვების გამხსნელი იყო და რეალურად ესენი იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ხო? თქვენი ვიზახი რო ეხაც ვიზახი კი ბატონო, არ მომეწონა ეს განცხადება, რაც გააკეთა, მით უმეტეს ეს არის ჩარევა, არ შეიძლება ხო მოვისმინეთ ეს განცხადება ტელევიზორში. და ჩანდა იქაც. პოლიტიკური პირია ხო, სამხედრო ხო არ არის. ლობირება ვინმე ფსევდოგმირებისა, რომლებიც 7 ნოემბერს თუ დანარჩენ მიტინგებზე მოხერხებულად იქნებდნენ ხელკეტებს, მაგრამ ხელკეტის ქნება სხვა არისო და სამხედრო ოპერაცია სხვა არისო. ხო, ამბობთ. ვინ არიან ეს პირები, ვინც ხელკეტებს იქნებდნენ? ვინც იყო იმ პერიოდში დანიშნულება, ვისაც ფავორიტად მიიჩნევდნენ თავის. ნუ ხელკეტის ქნება მოდი ეს ოპერატიული მეთოდები ყავდათ, რომელიც ბევრი თქვენ ხო ატყუთ, აი არაფერი არ მაქვს. არც მე და არც ბატონ გენერალ გოგოვას ერთი ჯილდო არ აქვს მიღებული. არის ხახო მომაც ეს ჯილდოები მიიღო და ეს ფავორიტები იყვნენ იგივე უგულავას იქნებოდა თუ სვის იგივეს. და
სამხედრო სადაც მინისტრი არ ერეოდა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ პოლიციას და პოლიციის საქმიანობას. ისევ როგორც სამხედრო საქმეს და ჯარისკაცს და ოფიცერს. უბრალოდ ორი განსხვავებული ამოცანაა, ხო? ამ ამოცანას თავისი ცოდნა სჭირდება. ამ ცოდნას ჯარისკაცი რო გახდე, კარგი ჯარისკაცი, ამასაც კი სჭირდება დიდი ხნის ვარჯიში, მით უმეტეს გენერალი რო გახდე და სერიოზული რამე რო დაგეგმო. უბრალოდ, როდესაც პოლიციიდან გადმოსული ადამიანი არის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ბატონი გოგავა. ლოჯისტიკის სარდალი პოლიციელია, სპეცდანიშნულების მეთაური პოლიციელია. ამათ ხო არ გულისხმობდით იმ ადამიანებში, ვიზეც ამბობთ, რომ ხელკეთებს რო კარგად იქნებენ, ეს არ არის საკმარისი ომშიო. არა, მაგათ არ გულისხმობდი. როგორც ხედავთ, ბატონი გენერალი გოგავა ძალიან ღირსეული პიროვნება არის და მაგის საფუძველი მე ნამდვილად ვერ ვიტყვეს რაღაცას. ეს რო არ იყო შეზღუდული ოპერაცია, იქიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილმა პრაქტიკულად 9-ში გამოსცა ბრძანება, რომელთაც საომარი მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყანაში. ომში ჩართვა არ უთქვია, მაგრამ საომარი მდგომარეობის გამოცხადება ალბათ იგივეს ნიშნავს. ამ დროს ვიცით, ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე და ეს მოწინააღმდეგე არის განლაგებული აფხაზეთში, ეს მოწინააღმდეგე არის განლაგებული ჩრდილო კავკასიაში, იმაში სომხეთში დიდი სამხედრო ბაზა აქვს გიუმრის. რა ხდება აი ამ მიმართულებებზე, თქვათ, უცებ რო აფხაზეთიდან შემოვიდნენ, ეს საფრთხე თუ იყო გათვალისწინებული, იმიტომ რომ შედეგი ჩვენ ვიცით, შემოვიდნენ, დაიკავეს ფოთი, დაიკავეს სოხუმი, ავიდნენ მესტიაში, მესტიამდე არა, მაგრამ სოფელ ხაიშამდე, პრაქტიკულად ამით გადაკეტეს კოდორის ხეობიდან გადმოსასვლელები. ეს საფრთხე წინასწარ იყო გათვლილი და გათვალისწინებული? გაერთიანებული შტაბების მხრიდან კი, რა თქმა უნდა. კონკრეტ გეგმა იყო, სადაც ამხელა კონცენტრირება, როცა ჯარის ხდება, მაგაზე არა მარტო გაერთიანებული შტაბის საგარეო დაზვერვას აქვს პასუხისმგებლობა. ანუ გათვალისწინებული იყო თქვენ ადასტურებთ. კი ბატონო. კი ბატონო. მაშინ როგორ მოხდა, რომ სენაკის ბაზაზე, რომელიც უნდა ყოფილიყო მთავარი შემაკავებელი აფხაზეთის მხრიდან შემოსული მტრის, ერთი ჯარისკაცი არ იყო დარჩენილი და ყველა იყო გადმოსრული აღმოსავლეთ საქართველოში. ბატონი გენერალი ხო ცოცხალია ბატონო, მაგაზე პასუხს მე ვერ გახსენთ. მე არ მექვემდებარებოდა, ჩემი პასუხისმგებლობა არ იყო იქ. კი ბატონო. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით დაახლოებით 1000-მდე ჯავშან მანქანა და დამხმარე მანქანა იყო მობილიზებული ჩრდილო კავკასიაში ყაზბეგის შემოსასვლელებთან დარიალის ხეობაში და დაახლოებით 4000-მდე რუსი ჯარისკაცი. ამ მიმართულებაზე თუ იდგა ჩვენი ერთი ჯარისკაცი მაინც ბოდიში დარიალთან მობილიზებული იყო რუსეთის მხრიდან საჯარო ინფორმაცია რაც ფიქსირდება დაახლოებით 1000-მდე ჯავშან ტექნიკა და დამხმარე მანქანები არ ვფიქრობ მაგ ინფორმაციას არ ვიცი არა მესოდინე იქით რამე ვინმე თუ იდგა ჩვენი ვინცაც თქვა უნდა ყაზბეგის საქართველოა მე მგონი და ვისაც უნდა შეეკავებინათ ან მით უმეტეს იქ შეკავება შედარებით ადვილია იმიტომ რომ ისეთი ხეობაა საბრძოლო ქედანაყოფები არ იყო იქ თანხარის არ იყო მე არ ვფიქრობ ჩემ პასუხისმგებლობაში არ შემოდიოდა კი ბატონო კეზერაშვილზე თქვენ ამბობთ ასევე რომ ეს იყო ადამიანი რომელსაც თქვენი სიტყვებია რუსულად რო ვთქვათ Завсё болеет, переживает, но за что не отвечает. Ни за что не отвечает. Ну, არაფერზე პასუხს არ აგებდა, რას გულისხმობდით ამ სიტყვებში? Ну, ამოცანები არ დასმულა არაფერი და იმას გულისხმობდი, რასაც ვიძახი ახლა ამ წუთში, რომ ამოცანა, რაღაც მეკითხებოდა კავდონთია უშუალოდ პოლიტიკოსებისგან მე არ მოსვლია. აი მაგ კონტექსტში ცეცხლი ომი ახალი მოჩენილია და ეგ შემიძლია თქვა, რომ ემოციები ჭარბობს მაშინ და ეგეთი განცხადება გავაკეთე. ემოციები ვერ ჭარბობს აქ, იმიტომ რომ გასულია ძალიან დიდი ხანი ომიდან. თქვენ ამ ინტერვიუს იძლევით ომიდან 5 წლის შემდეგ და ამავე ინტერვიუში ამბობთ. ჩემი აზრით, დიდი მსხვერპლი სჭირდებოდათ ხელისუფლება იგულისხმება, რომ ბომჟები, მილიონერები გამხდარიყვნენ. მეც ვერაფერს ვიტყვი და დანარჩენს გამოძიება დაადგეს. გამოძიება დღეს სადაც თქვენ ბრძანდებით და რას გულისხმობდით ამაში ვინ არიან ეს ბომჟები რომელთაც დიდი მსხვერპლი სჭირდებოდათ იმისთვის რომ მილიონერები გამხდარიყვნენ რუსებს გულისხმობ ბატონო რუსებს გულისხმობ სააკაშვილი რუსების მხრიდანაც ხო იყვნენ ბომჟები კაცო რომელიც აშენდნენ და მილიონი ის ჰქონდათ აქაც იყო ხალხი ვისაც რაღაც ინტერესი აქ რუსებს არ გულისხმობთ აქ გულისხმობთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტულად ვის გულისხმობთ ყოველ შემთხვევაში დათო კეზერაშვილს არ გულისხმობდი ნამდვილად.
თუ მაგას მეკითხა. სააკაშვილს? სააკაშვილს საერთოდ შეხება არ მქონდა მე ვერ ხედავდი. მერაბიშვილს? არა, პოლიტიკურ ხელს. ადეიშვილს? არა. უგულავას? აბა გადაწყვეტილებას ომის დაწყებაზე ვინ იღებს? ომის გადაწყვეტილებაზე კულტურის მინისტრი ვინ იყო არ მახსოვს მაშინ. ის იყო ნაკლები. კი ბატონო. კაი, საოცრებაა რა რასაც გმაყარებთ. და რა ვიცი, ამავე ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ უნდათ თქვენზე გადმოებრალებიათ ომის დანაშაულები პრაქტიკულად. რას გულისხმობთ, ვის უნდა და თქვენზე გადმოებრალება? მარცხის, ჯარისკაცების მსხვერპლის ალბათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას თელობა. ვინ არიან ეს პოლიტიკური ხელმძღვანელები? გვარი სახელები არა აქვს? ნუ არის უყელა და არ ვიცი. პოლიტიკური ხელმძღვანელები ვიცი მე, პარტიის თავმჯდომარის ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი იყო სააკაშვილი. კონკრეტულ ინტერვიუში გავაზიარე, რომელიც იგრძნობოდა ჩემი ყოველი წესი ცხოვრება, თქვენ იცით როგორი რთული პერიოდი გავიარე და რასთან იყო და ყველას რაღაც მოლოდინი ჰქონდა რომ 2000 კაცი არის დაღუპული და უნდა მოსულიყო ჰააგა და ამ ყველაფერზე კანტოზირებულ გენერალს უნდა იყო პასუხი და ეს ცდელობა ჰქონდათ, იმიტომ რომ უარს არავინ არ იტყოდა ეხლა მე თუ ჩემ თავს გამოაკრა ჰააგაში. სწორია. ცდელობა ჰქონდათ და ესენი იყვნენ პოლიტიკოსები. კი, ცდელობა იყო და კიდე ერთხელ მოგიწოდებთ ბატონო მამუკა, თქვენ და ყველა იმ ადამიანმა, ვისაც გაქვთ სამხრეები და აღარ მსახურობთ. ან მსახურობთ.